Tamri? დასაკეთებ? აი ვალაგებ ხო? ხოჩახშე, ხოჩახ. დაიცადე რა, ხო ხედავ რომ წელი მткиვა რა. წელი მткиვა? ირაკლი მეგონა რა დღეს დილით მითხრა რომ კუსპაზე წავიდეთ სავარჯიშოთო და. Tamri, სად არის ჩემი ბახო? გვინდა რომ მივულოცოთ. შეხედე კეთევან, როგორც ემს მეუღლეს პატივს, მეუღლის დაბადების დღეზე თვითონ ალაგებს. ჩემი და ჩემი. ბახო, გამოდი ბიჭო. რა, თამარ, რა ხდება? გამოდი. ბახო, გილოცა. გილოცა, ბახო. თამარს რო შევხედე, ვიფიქრე რომ საჩუქრის არჩევაში შევწდი მეთქი და გული გამისკრეკინა. მოიცადე მე შედი საჩუქარი ხო? აბა? აი ეს ჩემო ბახო. გამოვაჩი. ეს რა არის რა ვითომ ეხლა რომ ვალაგებ ხოლმე ხანდახან რა დამცინი თუ რას ნიშნავს ეს არა ბახო რას ქვია და რას ქვია დაგცინი არ აღწვენია უბრალოდ თამარს რო ვერ გაუძლებ ხოლმე ხო მაგას მოახტები და გაფრინდები ხო წავიდე ხასახლიდან ხო და სადაც გაფრინდები ეს შენ უკვე კარგად იცი ხო თან ჯერჯერობით გვაქვს ჩვენ იმ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა ხო ლაშა მაცადე ეხლა ერთი წუთი რა არის ეხლა ვახო ჩემო საყვარელო გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ძვირფასო სიძეო კეთევან მაინც სასიძო დაუძახე ჯერ რა ვიცით ეხლა გაჩერდი მაცადე ბახო კიდევ მრავალი დაბადების დღე მომელოცოს შენთვის მადლობა მრავალი რა ეხლა თამარის ასაკამდე მიეღწიოს და მეტი რა დავიშეთ ეხლა დილის გამამხნევებელი იუმორი თუ ან მიხედე შენ ან მე მივხედა ლაშა მოდი ბახო მოდი დღეს ხო იცი ბახო დიდი ზეიმია ჩვენს ოჯახებში ბახო შენი დაბადების დღე შენთვის გამოვიპრანჭე მე ესე ბახო იცი აბა მითხარი ხო ვისე პატიჟები ვინ მოვაწყე შენთან რა ვიცი კეთევან ეხლა ვის არავის არ ვეპატიჟები რა ვისაც გავახსენდები მოვიდეს რა აჰა ვისაც გაახსენდები ის ვერ მოვავახო აუ თუ წავალე ხო მე სახლი თავს გაფიცებ კარგი მოდი ლაშა მოდი ეხლა მე ჯერ ვახოსთვის საჩუქარი არ მეყიდიეთ გეხვეწები მითხარი რა რამე ხო არ ენატრება ისეთი რა უნდა რა ვუყიდო რა გაუხარდება და რა მოეწონებოდა ხო მოეწონე იცი რა აი რაღაცა ისეთი ხო რა ირთვება დისკიდებოდეს და მუსიკა რომ ირთვებოდეს რაღაცა ეგეთი მოეწონებოდა აჰა ესე იგი ზედატანი რამე ისეთი პერანგი რა ხო გასაგებ თამრი მე წავალ და ვუყიდი გაგიჟდება ისეთ საჩუქარს ვუყიდი წავალ ეხლა ჩემ ბახოს ტორტი უნდა გამოვუწყო აი ტორტი ვიცი ბიჭი მაკია როგორ ტორტებს ვაკეთებ მე და ჩემი იმედი გქონდეთ კეთევან რამდენ კვერცხიან ტორტს აკეთებ 25 კვერცხიანს კეთევან და ისა 20-იანი გააკეთე ეს 5 შემიწვი რა წამოდი ხა მე შეგიწვა კაკა წამოდი უნდა შეგიწვა დიდი ეხლა მიხედე საქმეს ხო ვახნა მოდი წაღა დამავიწყდა რომ მე თქვა რომ ნახე რამინიმ დაბადების დღე მოგილოცა გაზეთში ნახე ესე იგი, რამის ტურვას ოჯახი, ძალი, შვილები და მეუღლე
ულოცავთ თამარ ღლუნტის მეუღლეს ვახო კვარაცხელიას დაბადების დღეს. უსურვებთ ბედნიერებას და უღრუბლო ზეცას. აი, ხო ხედავ, პირველებმა მოგილოცეს ჩემებმა. არა, რატო ხა თამარ, წეგან დედაჩემმა დამირეკა და მომილოცავ მე. და რა გითხრა? რა უნდა ეთქვა ხა არაფერი ჯანმრთელობა მისურვა, კარგად ყოფნა. მაშინ მე ვახუნა გისურვებ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, ბედნიერებას, სიყვარულს ქვეყანაზე, რაც კი რამე კარგი არსებობს, ყველაფერს კარგი, თამარ, კარგი. მოუგე დედაჩემს, მოუგე ჩაგეთვალა. არა ეხლა. ვინმე დამეწვა ის რა, თამარ. მიდი მე რას ჩამომიჯექი? გაქნეს, დაიძინეს ბავშვებმა? კი, დაიძინეს. ორივე დაიძინა, მარიკუნა, მაგრამ მე ძალიან გაკვირვებული და შეშინებული ვარ. რატო, ირაკლი? რატო მარიკა და ჩემდამღერი იოვნანაძე რო ეძინება, ცმენის პრობლემა ხო არა? გამიხეთქე გული რა და გემართა. კარგი, აი ეს გამომატანეს შენთან, ხო? ეს ნინიმ გამომატანა, ეს მარიამმა და დამაბარეს. დედიკოს გადაეციო, მამიკოსაც თუ გავუკეთებს ასეთ გემრიელ საჭმელებს, კარგი იქნებაო. ხო, ეს დამაბარეს. პასუხი ძალიან ხო მარიკუნა რა. ჰალო? გამარჯობა. კი, საცხია. მიწელი მткиვა მე. ირაკლისაც ძალიან. ხო, ძალიან მткиვა. მეც ძალიან, ბავშვებსაც ძალიან, დათოსაც ძალიან, ღლონტებსაც ძალიან უყარხარ. კარგი ხლა. ირაკლი გოგია. გოგია? ხო და შენ წელზე რა მოგივიდა? არაფერი, მე მეგონა ლაშა იყო და ვიყვავდი სავარჯიშოდ, აღარ შემიძლია კუსტვაზე სიმბილი. ალო, ხო გოგი? ხო, რა ჩიტიგრუტი მოფრინავდა გოგი, რომელი საათი? სად მოასწარი, რა დალია ამისთან? არა, ვერ წამოვალ გოგი, დღეს არის ვახოს დაბადების დღე. თამარის ვახოს დაბადების დღე და იქ როარ შევიდე მომკლავენ ღლონტები. ხო, მაგის მერე არის ჩემი ტურფა მარგალიტი ორანინა. ხო, კარგი, ვაიმე დამღალე გოგი უკვე. კარგი. ეს კაცი გამაგიჟებს რა. გონი არ ეკითხება, მარიკა ისეთი მთრალია, რომელი საათია რა, სად მოასწრო რა. რა გაგიკვირდა ახლა ირაკლი, თუ პირველად ხდება. ირაკლი, და ვახოს რა უყიდე საჩუქრად? საჩუქარი? დაბადების დღეზე უნდა? კი. მე მაქვს საჩუქარი ვახოსთვის. ხო? კი, არაჩვეულებრივი ჯანმრთელობის პოლისი. სრული პაკეტი. ვაჩუქებ მაგას. და ახლა კარგი საჩუქარია ეგ? მარიკუნა, იცხოვრე ერთი წელი თამართან და მიხვდები რომ არაჩვეულებრივი საჩუქარია. აი მე ვიცოდი რომ შენ დაგავიწყებოდა საჩუქრის ყიდვა და მე ვუყიდებ ახლა საჩუქრად პერანგი. ნაბო? ირა. ეს მაქვს ბიზნეს შეხვედრა და აი ესე შეხვდები იმას და დათო რა არის? აი ხედავ როგორი ეფექტი მოახდინა. აი ეს ძალიან კარგი. რა არის ახლა ირაკლი რა ახალი საჩუქრის ყიდვა მომიწევს ვახოსთვის. რა საჩუქარი რა ვახო ბატონო დავით და თქვენი ვართვით საქმის ყურში შეგიყვანთ. შევიყვანეთ. დიახ. ჩაგახედებთ, ასე ვთქვათ. დიახ. ეს პერანგი, რომელთაც თქვენ ახლა შემოსილხართ. ეს პერანგი იყო ვახოს საჩუქარი დაბადების დღის. ამის თქმა უნდა და ჩემ მეუღლეს. ფუი. ეს იყო ვახოს. დიახ. აი მე ვახო. ბოდიში ვახოს. ჩემ ვახუნხულას. მე რა ვაჩუქ? შენ ახლა მონადირე კაცი ხარ დათო და თოფია ჩუქე. შენ მაინც ვერაფერს ვერ კლავდა. რიგრა შვეში იყო. რა. კარგი. მაშინ რასაც კლავ იმის ფიტულია ჩუქე. კონსერვის ქილის.
ბოთლის, ჯოხის ფოთლის, მეორე ფოთლის, გირჩის. რა ვიცი კიდე რა ჩამოაქვს ხოლმე, მაგრამ გაიქიდან ამას. შენ იცინე და აი ამ შეხვედრიდან მე საკმაოდ დიდი თანხა შემომივა და ისეთ საჩუქარს უყიდი ვახოსო შენ შეგშურდებ. კერგიდე თუ ვიზღა ჯერა ამ შენი შემოსავლების და თანხების რა და დივიდენდების თუ გამაგიჟერა. რა არის? დაწუნებით ინფორმაციას შეგიძლიათ დოკუმენტაციას გაეცნოთ. მე? აი, შეხედე. სხვათა შორის პატარა ბინასაც უყიდი და იქ შენ არ შემოგიშვებ. ეს რა არის დათო? ეს არა, აი ეს რა არის? ხელის მოწერა. შენი ხელის მოწერა. მე რატომ მოაწერე წინასწარ ხელი რა გამაგებინე. ეს კაცი ახლა რო აღმოჩნდეს აფერისტი და გაიქცეს, შენ დაგიჭერენ, იცი მარიკა ნახე რა უქმნი. შეხედე რა ქნა. არაფერს რო არ მიჯერებს. ბიზნეს რისკი უყვარს ირაკლი. არა დათო მართალია ირაკლი. აი ესე უცხო ადამიანზე ბრმათ არ უნდა ენდო. რა იცი რა ხდება? მე არ გეშინია. არ მეშინი. რატომ უნდა მეშინოდეს? მინისტრის მოადგილე მყავს მეგობარი. აი. ამ მინისტრის მოადგილე მეგობარმა ერთი იმით დაგეხმაროს, რომ ციხის სამონტოფოში გადაგიყვანოს. მეტი? აი ეს კაცეთი არა, არ უნდა მოგეწერა ხელი. არა, არ უნდა გაგერისკა, გეუბნები მე შენ. რატომ უნდა გამერისკა? იმიტომ ვინც არ რისკავს ის ვინც არ რისკავს ის არ ცობს. ეგეც არის. რა? ვინც არ რისკავს, ის არ სვავს შამპანურს. აი ეს გამოთქმა. მე არ ვიცი? არის. შეგამოწმე ისე რომ გაჩერდიგაც ასეთი გამოთქმა, მაგრამ მე ამ გამოთქმას არ ვეთანხმები. იმიტომ რომ მე დღეს არაფერი არ გამირისკავს და განახებ თუ არ დავლეულონტებ თან ამ საღამოს. ცოტას ირე, ხო? ცოტას. აი, ვაიმე, შეხედე რა. ეს როგორი მაღაზია გაუკეთებია ტიდობაში. გამარჯობა. დახმარება ხომ არ გინდა? ჩვენ გვაქვს ესე იგი არა, მადლობა გოგონა. ნუ შეწუხდებით, ჩვენ თვითონ გავართმევთ თავს. ხო, მადლობა გოგონა. ხო, რაღაცა ისეთია, ბაბა. კეთო, იცი რა არის ყველაფერი კი, აი საათზე მწყდება გული. აი საათი უნდა მეყიდა ვახონხულასთვის. ისა ხო გამყიდველი ყავას რომ სვამდა ხო 50 ხილიჭიქი გახსოვს რა ვიცი ხო კარგია იცი თამრი მე რომელი მომეწონა არ ვიცი სავაჭრო ცენტრში იქიდან იყო თუ აქედან იყო პირველი მეორე მესამე მეოთხე მაღაზია რომელიღაც მაღაზია იყო აი ესე გამყიდველი რაღაცით გავდა რამინის ხო და იყო არაჩვეულებრივი ზედატანი იყო ვახოსთვის რაღაც გადასა არა კეთვის დიდი ექნებოდა ვახოს მე ხო ვიცი არ იცი რა მატყუარატანია ჩემ ვახუნას რა მოხდა მე გვეყიდა თუ დიდი მოუვიდო და მისცემდა ვინმეს კეთო მე იმნაბადზეც მწყდება გული იმნაბადზე მაინც ყოფილიყო სეილი ხო კარგი ხო რაღაცა თუ აქ ვერაფერი ვნახეთ იმ ევროპულ ტანსაცმელშიც მომეწონა რაღაცა იქ და ქუჩაზე ხო თუ არა და მაშინ იქ სავაჭრო ცენტრში დავბრუნდა სავაჭრო ცენტრში ხო იცი რა ვიარეთ ეხლა ისეთი რომ რამე მოგწონებოდა რაღაცა გავივლით გამოვლით და რაღაცა შევარჩევთ ახლა არ მათქმევინეთ და ჩვენ გვაქვს აქცია ერთ თუ შეიძათ მეორე თქვენივე არჩეულს ნივთს გაჩუქებთ საჩუქრად რაო შევესიეთ დაო გოგონა, აი ეს ჭიქა რა ღირს? 6 ლარი. 6 ლარი. ეს იგი ეს ჭიქა მინდა და აი ეს სერვიზი. არა, იცი, თქვენ არასწორად გაიგეთ. იმავე ფასის საჩუქარს გაჩუქებთ. ვაიმე, შეხედე რა კარგი ნახატია თამია. წარმოიდგინე, ეხლა ჩემ სახლში ჩემი ნახატების გვერდით ხომ მოუხდებ. ვაიმე, რა ღირს, რა სამწუხაროდ ეგ ნახატი ეს წუთია გაიყიდა. რაო, ვაიმე არა გეხვეწები რა დაგვითხოვს ძალიან მეგონია იმიტომ რომ შეყვარებულს უყიდა ეხლა
ფულის გადასახურდავებლადაა გასული. შეყვარებულს უყიდე. აი მოდის მგონი, აი ეს გოგონა არის ამან იყიდადია. ვაიმე, კეთო. ეს ირაკლის თანაშემწე არ არის? მაია. ვაიმე ის არის ხო მაიკო ჩინი მე როგორი რომანტიკული გოგო. ეს შეყვარებულს უყიდე ნახარ. კეთილი. გამარჯობა მაიკო. როგორ ხარ? კარგად, ჩვენც ესე მოვიცალეთ და გამოვედით შოპინგზე. მეც შესვენებაზე გამოვისეირნე. უკაცრავად. დიახ. წამოგიღებთ. დი? რმა, კარგით. ბატონი ირაკლი შაურმა დამა. მოიკალოს მაგარი. უკაცრავად გადავიხდი. მოდი გენაცვალე მოდი ხო რა თქმა უნდა რა ვქნათ ახლა ჩვენ თეთო? იცი რა ვქნათ ვაიმე როგორ იცი რა ბახოს იცი რა ვუყიდოთ აი სანამ აქ გვერდზე მაღაზია რო იყო სუნამო ვუყიდოთ იმ მაღაზიაში სუნამო ისუნა ხო ქალის იყო ისუნამო თეთო რა მოხდა მე ვერ გავიგი არც ის ცოცხია კაცის მაგრამ შვენივრად ხმარობს მე გეუბნე მე გეუბნები შენ ლოკოს აკვარიუმი უყიდე მე არ მეუბნები არც და მე გეუბნები ისი საფარი ვუყიდოთ მეთქი ანუ მაყვირეფა ჭი თვითონ ყვი წამოდი რატო ყვი გაჩუმდი აიკო სიცხე ხერხული და ყვირი რა ხდება ბატონო დავით? რატო ნერვიულობ? არ ნერვიულობ. უბრალოდ ნერვიულობ. არ ნერვიულობ. უბრალოდ ვისაც შევხედროდი, იმას ტელეფონი აქვს გამორთული და აი გეუბნებოდი მე შენ. ჯიუტი რო ხარ. ყველაფერს რო შენ ჭკუაზე აკეთებ და არავის რო არ უჯერებ. მიყურე ახლა, მიყურე. ხო გითხარი, არ უნდა მოგეწერა იმისთვის ხელი წინასწარ. არ უნდა გაგერისკა, რო აღმოჩნდეს აფერისტი ის და გაიქცეს, შენ დაგიჭერენ. დამიჯერე ვიცი მე. არც ის გაიქცევა და არც მე დამიჭერე. ჯერჯერობით მე ვარ უდანაშაულო. ვიცი დათუჩა, ვიცი რომ უდანაშაულო ხარ, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ის რო აფერისტი აღმოჩნდეს და გაიქცეს, მაინც შენ დაგიჭერენ. არ უნდა გაგერისკა ასე. ალო. ხო მარიკა. მიიყვანე ბავშვები. აჰა, კარგია. ხوارციოდა. შალონა როგორ არის? წნევა ხო რა აქვს? კარგი, მოდივარ. გავიქეცი მე. მარიკას შევხვდები ახლა ვახოს უყიდით საჩუქარს. ხო და მალე მოვალ და არ შეხვიდე შენ მუჩემოთ ერთად შევიდეთ ღლოტებში. ხო, ამ ტელეფონს თიშავ. დავტოვებ. იმიტომ რომ გოგი არის გაგუდული მთვრალი. ხო და გამაგიჟა დილიდან. გამაგიჟა ეს როგორ თავდება ის როგორ იწყება ეს აღარ შემიძლია. და რატო თიშავ არ გამორთო? იქნებ იმან დაგირეკოს. ვინ იმან? ის დღეს არ დამირეკო. გირეკავს ხოლმე, ხო? ისე კი ხშირად მირეკავს. ერთხელ რო დაგირეკავს, დამოდაპარაკე. გავიცნობ რა, ბიზნესმენი ვარ, მაინც მე რამე პრობლემა რო იყოს, რაღაცა. ნუ გეშინია, გიცნობს. გადასარევად გიცნობს, რომ მირეკავს ხოლმე სულ შენზე მელაპარაკე. მართლა? აბარა რა შვება და თუ აღარ გადადისო. აი, მე შენ გამოგხდავ და გაგიყვან მომსაყურეობით არის. ირაკლიც წავიდა? ბა, ვიღაცაც მოვიდა. პოლიცია. მათ ეს იჭერენ. არა. პირველ სართულზე? ბადრი ზამაშვილს. ლიფტის ხმა. საშა.
საშას. ხლონტები ირაკლი ჩხეიძემ რამე თუ დააშავა, მითხარით მე მოვაყარა. ირაკლი ჩხეიძეს არაფერი არ დაუშავებია. შეიძლება? მობრძანდით, მაგრამ უფროსები არ არიან საქმე. დაბძანდით. კორუფციასთან და ფინანსურ მაქინაციებთან მებრძოლის სამსახურის ოფიცერი ვასილ თვაური. ჯანდაცვის შრომისა და სოციალურყოფის მინისტრის მოადგილის ცოლის ბიძაშვილი სწორედ თქვენ გეძებდით. განყოფილებაში უნდა წამობძანდეთ ჩვენთან ერთად, ხო? აუ, ათხოვეთ. ვესა, მეც აღარ ვიზავ რა. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, რასაც აკითხვით, შეიძლება გამოყენებულ იქნას სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ. ამას გამოიყენებთ და მე გამომიშვებთ. თუ ადვოკატი არ გყავთ, სახელმწიფო დაგინიშნავთ სახაზინო წესით. არ მინდა მე ადვოკატი. ირაკლი მინდა მე. მოკლედ, განყოფილებაში უნდა წამობძანდეთ. სანამ განყოფილებაში წამობრძანდებოდე, რამეს ხომ არ ინებებთ ჩაი, ყავა, ქსამი. გაიმეორეთ. ჩაი, ყავა, კარგი. კარგი ჩაი მაქვს და ხომ არ ინებებთ ის იმასთან მებრძოლოთ ხო ებო მე არაფერი არ დამინა შავებია უდანაშაულ ხარ რაღაცა ის თქვენი თანამზრახველი სამწუხაროდ ზებნაშია და ვერ ვიპოვეთ. ვერ ვიპოვეთ? ვაიმე, იქნებ თქვენს უფროს უთხრათ რომ მეც ვერ ვიპოვეთ, გეხოცები და თქვენ მაინც უთხარით რა უკაცრავად. თქვენ ერთად ხართ. სამწუხაროდ ჩვენთან უნდა წამობძანდეთ განყოფილებაში და იქ გავარკვევთ ყველაფერს. იქ გავარკვევთ ყველაფერს, ხო? ის მე იქ და თუ უდანაშაულო იქნებით, რა თქმა უნდა, გაგიშვებთ. დიახ, გამომიშვებთ? დიახ, რა თქმა უნდა გამომიშვებთ და ისიც ნახოთ. ნახოთ. დიახ, ნახოთ. დიახ, ნახოთ. და რო არ ნახოთ. წამობძანდით თუ შეიძლება და განყოფილებაში გავარკვევთ ყველაფერს. უნდა ნახოთ. აქ რომ ნახოთ. ის უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს თქვენი ბიჭები ქვემოთაც დგანა ხო? დიახ, ქვემოთაც დგანა. ეს იგი არ გავიქცე. დიახ. და ეხა ნებით თუ არ წამოვედი ძალის წამო ხო? დიახ. ერთი წუთით კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ციხე გარემონტეს ხო? დიახ, წამოვძანდით რა. მოდი რა. გეხვეწები, სალომა, შემომიშვი და დაველაპარაკოთ. არა, სანდრო, არ შემოგიშვებ. ძალიან მაწყენინე რა, ძალიან. დაიკო, შევალ, ჩემ შეყვარებულს ნახავ და გამოვალ ერთად. სანდრო, ტყუილა მაიმუნობ, მაინც არ შემოგიშვებ. სალომა, გეხვეწები, ნახე, რა ცუდი ამინდია გარეთ, იცი როგორ ცივა, შემომიშვი რა გეხვეწები. სანდრო, რა ცივა გარეთ, არ შემოგიშვებ, თან დათბა უკვე.
კარგი. შემომიშვი მთბილა. სანდრო, წადი ახლა, რა სირცხვილია, კლიენტები ღიზიანდებიან და მე უფრო გავბრაზდები თუ არ წახვალ იცოდე. მაინც ვერაფერი ვერ გიშველის. ვერაფერი? ვერა. All I need is love. ვერც ეგ აღარ გიშველის, სანდრო. მაშინ დეკემბერი დადგაო და ეგ მით უმეტეს. წადი, არ შემოხვიდე იცოდე. წადი. საშა არ გინახავს? რა ვიცი, რა საშა სადმენა. საშა, იცი რა, ეხლა რომ მოდიოდი, შევხვდა მათეროა, ხო იცი? და მათე მიცი რა მითხრა, კოსტუმმა დაიჭირეს და საშას ვეძებ რომ გავაგებინო. შენ აქ რა დადგახარ? არ მიშვებ სალომე მეჭხუბა და არ მირიგდი რომ გეხმეწები მიდი რა იქნებ შემომიშვას. ოი, სალომე როგორ ხარ? კარგად. ოი, სანდრო დგას. შემოვიდეს. რატო დგას? ხალხი დადის უხერხուն. სალო. ერთი შანსი მეეცი რა. რა ერთი მაგა მე 7 რა შანსი. ცოდავია, ერთი შანსი მეეცი. არა, როგორ შეურიგდე? ძალიან უყურადღებოა, ყველაფერი ავიწყდება. რა მოვიწყდება, კარგი სალომე, როდი რა დამავიწყდა? რა დაგავიწყდა? აბა რაზე ვიჩხუბეთ? რა ვიჩხუბეთ? რაზე? მე არ ვიცი რაზე ვიჩხუბეთ. როგორ არ ვიცი? ისე მაგაზე რა გვაჩხუბა? აი ანა, ხო გეუბნებოდი არა. მე არ თუ ყავდი. ოი. აი მიდი. სალომე. შემირიგდი რა და გამოვსწორდი. ხო, კარგი, სანდრო, შეგირიგდა, ვიღოთ ერთი პირობით. თუ კარგად მოიქცევი, თუ აღარაფერი აღარ დაგავიწყდება და კიდე, დედაჩემმა იმ დღეს მაჩუქა ყვავილი ქოთნით. აი იქ დევს კუთხეში. და მაგას თუ მოული და მორწყვა არ დაგავიწყდა, მოული მაცადე მოული ამარ ასეზა მე ხო ძირითადად ყვავილებს ვული მოდი მოული მეც მოვეხმარ მოდი მოული შედი წილად ჯანდაცვის სოციალური ყოფის მინისტრის მოადგილის ცოლის ბიძაშვილი ვარ მე გასაგებია ვიცით ერთი ზარისუფლება ხომ აქვს ხომ დარეკეთ უკვე დავრეკე მაგრამ გათიშული ხონდა სკაიპი რა არის არაფერი აი ის Facebook-ი ან სტატუსად რო დავდო ის დამიჭირეს კამერი შეიხსენეთ თუ შეიძლება ესე მძვრება შარვალ კამერით არ შეიძლება ისე ხო შეიძლება შარვალი მძვრება არა ვიშევს გაგას ვუქებთ აქ და აღარ შეაგზურება მადლობთ გამარჯო პაულო პაულო რეგვენა კოსტუმა საიდან ხარ? ეხა წარმოშვებით ბათუმიდან, ეხა ვაკეში ვცხოვრ. ვაკეში? ო. ვიზის რომ ვაკეში? ვაკეში? მუთაკას. იცნო? არა. ლოკო? არა. ძმები ხლონდები?
ერთი სასტავი ვართ რა. თქვენ რაზე ზიხართ კი არა და ცხეთხართ. დავთვერით და ერთმანეთს ვეჩხუბით რა და ეს ისე დათრა რომ პატრულში დაარეკავენ. ეს რეგვენა. ხო, სახელები მე ვახულმე და ეს შემთხვევით ტელეფონი ხომ არა გაქვთ. კი. გვაქვს, მაგრამ ვერ მოგცემთ. აი, მომეცით რა, გეხუძებით და დამარეკინეთ რა. ერთხელ დამარეკინეთ რა. კი მოგცემდით, მაგრამ არ გიცნობთ ახლა რომ გაიქცე მე. მაინც ერთი ზარის უფლება ხო ქონდა? კი. მე სახში არ დარეკე. არა. სახში ვერ დავრეკე. გაგიდებოდა ბებიაჩები. შეიძის ხალია და ბათუმში დავრეკე ჯიბოს. მაკაცია რა, ჯერი და გადაშვილი ხონდა. შედი. ცოტა ფრთხილად. შრომის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილის სოლის ბიძაშვილის ძმაკაციო. ვიგზადი. ჯიბ. დათო? მადლობ. შენ რა გინდა? რა მინდა დასალაგებელი იყო და გელოდებოდი რა. შენ რა გინდა? არაფერი, ისეთი არაფერი ძელი ამბავია, მალე გამიშვებენ რა მაქსიმუმ ერთი კვირა. ვაი მე არ ვიცი რამდენ ხანში გამიშვებენ და დარეკვის უფლება ხო გაქვს ერთი და დამარეკინე რა. კი, დავრეკე უკვე. სად? შედაგირეკე. ბათუმელი ჯიბო. რეგვენა. ეს ბათუმელია? პოლიტიკურ დებზე ვართ რა. აღორძინებაში ვიყავით ერთ დროს და აი რა მოხდებს ახლა რა მასა ეს ვაი გამომიშვით რა არჩენება ჩემი არ ყოფილა რა გეხოთებით რა ეს არის ეს დადე ყველაფერი გადასარევი ბატონო ამა თქვენ მოჩავალმე მეგობარმა დამირეკა რაღაც საჩუქარი გიყიდევ გამოვართმევ და ამოვე კარგი ახუნა უთხარი შენ მეგობარს რომ ამოვიდეს უფრა გავშალე და რაღაცა არა იყოს თამარ ეჩქარება არცალია და კარგი მალე ამოდი ხო მალე ვაი алло Привет. Ваймесари. Привет. Ай, да. Да. Спасибо, Володенька, дорогой, спасибо. Генацвале, да. Спасибо, сынок, спасибо. Целую, да. Ага. Карг, генацвале. Заладია ყოფილა მამიკოს მიულოცა დაბადების დღე საყვარელი ხო ჩემი ბიჭი იყო ხო მე და მიდი ვახინა რა ქნას ხო არ დაკარგა შვილია ბარა საწავიდა ეს შენი ქმარი რა საწავიდა სუბრა გაშლილია სტუმრები მოვლენ მაგას უნდა ველოდოთ ახლა ჩავა და მალე ამოვა მოიცა ის არ დაუბარებია რომ ლაშა მეუჯდეს უფრასო? კარგი. გამოდი. ლაშა კარგი რა ეხლა ვარჯიშობ, დიეტაზე ხარ და კიდე სულ ჭამაზე ფიქრობ რა. კარგი რა კიდე, დიეტადის დიეტა. კარგი რა. ეს რა არის? ეს რა არის? ტორტია, თამარ, ტორტი რა. ლაშა რატო შეჭამე ლაშა? თამარ დღეს ხო არის შენი მეუღლის დაბადების დღე? არის. ხო. სად ვიხდით? აქ. ანუ ჩემთან. ეს არის მიწის გადასაღები, მეგარა რა. აუ, კეთინო, აი, კარგი რა. მეცადე გავაკეთნე. წელი. ვაი მეცადე.
აი, დილიდან ესე რომ დამკრა ამ რადიკული გასლაპარაკო დამარტყა და გამაჩერა. შენც. ფეხს ვეღარ ვზდობ ლაშა რა ეს რა ყოფილა? დაჯექი. ქეთევან, ლაშასაც სეზარება ხო ვარჯიში? რა ვიცი ხო ესე დილიდან აიჩემა, ვითომ წელი ვტკივაო. აი, რას მამაიმუნე ბავშვებაკაც რა ათამაშებს აქ რა. თამარჩი, ესე იგი გადაწყვიტე რომ დაბადების დღისთვის ეს დარბაზი გექირავა, ხო? ხო იცი მუსიკა აქ იყო და გოგო რამეში მოხმარება ხომ არ გინდათ? არა მარიკა ყველაფერი გაკეთებულია ყველაფერი აბსოლუტურად აი ეს ვახომ გააკეთა ესეც ვახომ გააკეთა ეს სალათიც ვახომ გააკეთა ეს ღვეზელიც ვახუნამ გამოაცხო ყველაფერია გაკეთებული ესე იგი ყველაფერი ვახო გაკეთებულია ხო? არა კუჭმაჭი ნაყიდია ვახომ იყიდა თამარ გააგერა თამარ რა მოგწადი სიცოცხლე ვახო ქვემოთ ჩავიდა და დაიბარა მალე ამოყარო აი საჩუქარი გადაეცი ვაიმე ანანო დიდი მადლობა ეს ჩემო პატარა მადლობა სანდრო ვაშა ვინო არ გააგ მაქვს საბაზანაშია 20 ლიტრიანით ჩამოსხმა უნდა მარტო სანდრო სავალ დაულებს უდას რა კაი სანდრო კაი ანა სალომე ჭუბა და არ ურიგდება სანდრო ჩვენს დაგვიტოვე რა ცოტა სულ არ დალიო ირაკლი და ლაშა ამდელით რატომ არ იყავით კუსტბაზე გუშინ საღამოს ვინ შეპირდა ხვალდილით კუსტბაზე ვართ 7 საათზეო ჰა ვიღავით სად იყავით კუსტბაზე ვიღავით სად ვიყავი მაშინ შენ ეთყობა ვერ დაგვინახე 5 წრე დავარტყით კუსტბას მოიცა 6 არ იყო ის არა 5 იყო მე 6-ზე ვეღარ წავედი ვერ გავკარჩეთ მე 6 5 იყო კი 5 წრე დავარტყით კუსტბას შენ ეთყობა ვერ შეგვამჩნია იმიტომ რომ ერთხლებს ელაპარაკებ ხო მოიცა დამინახეთ ხო ველაპარაკებოდი მშვიდობი დაბრუნება არ მიმელოცა უნდა მიგელოცა ახლა ცოტა რა სურათია რა ვაიმე ვაიმე ვახო შენ მოგიკვდეს ქეთევანი ვახო ვინ გაჩუქა ეს ვახო მეგობარმა ქეთევანი ვაიმე ვახო მეგობარმა თუ მეგობარ მა არა თამარ სურათი რა ირა მე მგონი გაიგეს კი გაიგეს ირაკლი და რა გაიგეს მარიკუნა შენ არ ინერვიულო ჩვენ გვაქვს ახლა ასეთ რეალობასთან საქმე მე უნდა ვეძებო ახალი თანაშემწე კი უნდა ეძებო თამარმა ახალი ქმარი მე აი მე დავიღუპეთ დაიღუპეთ ჩვენ ყველანი დაღუპულები ვართ დაიკო შენ რა ბევრი დალიე არა რა ბევრი დავლიე სამზარეულოში შოკოლადები იყო ეს ლიქიორი რო ეს შევჭამე და ცოტა მომეკიდა გამანებე რა თავი საერთოდ გამანებე მომისმინე ნუ მაჩენებს შემეშო თამარ ეს სურათი დაანები აბსურდს და ჩემდაც თავი დაანები ამას აგერ ჩამოვკიდე მაგნიტოფონთან გადასარევად არ ესე იქნება კარგი ახლა ქეთევან მართლა ის ხო არ არის არა ის ხო არ არის მართლა კაცო მიხედავენ თავიანთავს მიხედავენ ნუ ჩავერებით ჩვენ არ ჩავერია რა გასვლა ფული დახარჯულა ხო არ ვიზარალებთ კაცო დაცხედით ბიჭო საშას არ დაუძახეთ სადო ის კაცი მარტოა დაუძახეთ კარგი ახლა მაგის ნერვები მაგ დაგლეჭილი მაგ ისედაც საშას ნერვები აქ ახლა ჩემ ქეთევას დაგლეჭილი ყველანი ახლა ხართ ვაიმე ბატონო საშა აი ხლა ვაპირებდი თქვენს დაპატიჟებას 2 წუთით აი 2 ნაბიჯით მომასწარ ირაკლი ეს რა მოგრივიდა ირაკლი აბა ეს რა დაგვევართა ბატონო საშა არა მართლა არ არის კარგი ამბავი გეთანხმებით ვაიმე თქვენც გაიგეთ ბატონო საშა ჩემი და გაგიჟდა გავიგე აბა ტელევიზორში გამოაცხადეს ტელევიზორში იმ ქალბატონმა ტელევიზორში არა კაცმა
კაცმა? ვინ კაცმა? აი, რო გამოდის ხოლმე ამას ჩავრთე ხა ტელევიზორი და გამოაცხადა კოსტუმა დაიჭირესო. კოსტუმა დაიჭირესო? ალბათ იმას. Animal Planet-იან National Geographic ეკნებოდა ჩარხება. საწყალი კატა, რა არის ეს ცხოვრება? რა კატა, კაცო, ჩართეთ ტელევიზორი. ვაიმე? მელა? ბატონო საშა, თხილად. ბატონო საშა, სულს მე გული მიგჩა. მოიცა რა, ვინ? გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ქალაქ თბილისში დაგავებული იქნა ბიზნესმენი დავით ალექსიძე, დაბადებული ქალაქ ბათუმში, რომელიც ამჟამად ცხოვრობს სოცუზრუნველყოფისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ირაკლი ჩხეიძის ბინაში. ის ეჭვმიტანილია თაღლითობით საბუთების გაყალბებასა და დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაში. ძებნაშია მისი თანამზრახველი ნოე მაკალათია. ნამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდეთ. ირაკლი, რა უნდა ვქნათ? ვინ? რა უნდა ვქნათ ახლა? მე ხა გავალ ტელეფონი არ მაქვს თან და დავრეკავ გავარკვევ ყველაფერს. გამატანეთ ალინერიულობა ბადნოსაშა არ შეიძლება შეფინებულობა. მეც მოვდივარ ხო ირაკლი? წამოვალ ხა? საწყალი კოსტუმა, რა ვისაც უშავებდა, მითხარი ცხოვრობდა თავისთვის ბატონ საშასთან. რა საშასთან, სადო ვინაიდან დათო დაიჭირეს? ვინ დაიჭირეს? დათო ჩვენი დათო დაიჭირეს. ეგეც ხო კოსტუმა. რა მაგარია როგორ მერევა ესე. რა ხდება მითხარი და უდანაშაულო ვარ მე ხო იცი არა? ვიცი დათო, ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ის არის გაქცეული. ხო გეუნებოდი აფერისტია მეთქი. ხო გეუნებოდი, არაფერს არ მიჯერებ არასდროს. გაქცეულია ის. სანამ იმას ახლა არ დაიჭერენ, შენ მანამდე არ გამოგიშვებენ რა. ვაიმე, გეხოწე მივთხარი რა, მალე დაიჭირო რა. ვერ გავჩერდები მე აქ დიდხანს და არ შემიძლია რა. დათო, შენ ხა როგორ გონია რომ მე ასე ვზივარ და არაფერს არ ვაკეთებ? ხო იცი რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უდანაშაულო კაცი გაგიყვანო აქედან. რა მოგივიდა ეს? ისე ყოჩახ შენ რა. ვაშკაცი ყოფილ ხარ. ვაშკაცი და შენი სიტყვის პატრონი ყოფილ ხარ რა. რატო და ხო მეუნებოდი დილას ეს საქმე თუ გამოვიდა ჩემი სახლი ვექნებაო და აგერ არა ჩვეულებრივი ოთახი. ჩემი ბრალია რა, აი ჩემი ბრალია რა. შენი ბრალია? შენი ბრალია, აბა ჩემი ბრალია? შენი ბრალია. ეხლა რომ მოაწერე ხელი იმ საბუთზე დათუჯად მოგეწერა 3 წლის წინ და ახლა გავუგა გარეთ იქნებოდი გამოსული.